გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც დღეს უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვიერთოთ ნომერზე 2388 ყოველთვის საინტერესოა თქვენი შეფასებები, თქვენი მოსაზრებები. ინტერაქტივში დღეს ასე ვთქვათ კონკრეტული შეკითხვა არ გვექნება, თავისუფალია თემა, თავისუფალია ეთერი ნებისმიერი მოსაზრებისთვის და პოზიციისთვის, ასე რომ ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ბუნებრივია ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მოგვიწევს დღევანდელ ეთერში საუბარი და ეს ახლა ყველაზე მეტად არის აქტუალური. სახეზეა მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება კიდევ ერთხელ ქმნის მდგომარეობას, სადაც პატრიოტულ ძალებს, რეალურ ოპოზიციას, პატრიოტულ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ შენ ხმა არ ამოიღო, შენ გაჩუმდიო, შენს თავზე განხორციელებული უსამართლობა და ბევრი ცუდი რამ არ გააპროტესტო, აბა შენ რა ნაცები გინდაო და ეს გრძელდება უკვე პრაქტიკულად მთელი ცხოვრება. ქართული ოცნება სულაც არ ჩანს გაბრაზებული, ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობაზე რეალურად, უფრო მე მგონი ზოგჯერ პატრიოტთა ალიანსზე და ამ დიდ გაერთიანებაზე ბრაზობენ, ისე შემოგვიტევენ ხოლმე ჩვენ ობიექტივსაც ამ ეთერში, თითქოს ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვინც განათლების სისტემა ნაციონალურ მოძრაობას ჩაუგდო ხელში და მთლიანად გადააბარა ეს სფერო და ახალგაზრდების დიდი ნაწილი გაწირა ამ განათლების სისტემის პირობებში ქართულმა ოცნებამ. 12 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს. და დღესაც არაფერი არ იცვლება, ხომ აი თითქოს სიტყვების დონეზე გაჟღერებულია, რომ ჩვენ გავხდით პატრიოტები, გავხდით ეროვნული ძალები, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არსად არ ჩანს ამ წუთას, ამაშია პრობლემა. ისე შემოგვიტევენ ხოლმე ამ ეთერში ჩვენ ობიექტივის ჟურნალისტებს, თითქოს ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვინც NGO ორგანიზაციების მიუღებელ ნაწილს მივეცით დიდი გავლენები და ძალაუფლება ამ ქვეყანაში. თუმცა ყველას გვახსოვს, რომ ეს ქართული ოცნება იყო რეალურად და იმდენად აძლიერებდა ასეთ ორგანიზაციებს, ასეთ მიუღებელ NGO-ებს, რომ ბოლოს ცენზურაც კი დააწესეს მსგავსმა ორგანიზაციებმა და თავად გაიხლართა ამ ყველაფერში ქართული ოცნებაც და ახლა ვითომ შეწუხებულია, მაგრამ სიტყვით მხოლოდ საქმით არაფერი არ არის გამოხატული, მიიღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელმაც რეალურად რა შეცვალა. გააუმჯობესა რამე თუ გააუარესა. კანონი დარჩა ფურცელზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არასამთავრობო სექტორი კვლავ ძველებურად აგრძელებს თავის საქმიანობას. მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, მიუღებელ ნაწილს არასამთავრობო სექტორისა. ისე შემოგიბრუნდებიან და გეტყვიან, რომ შენო რაო ნაციონალური მოძრაობა გინდაო, შენს თავზე განხორციელებულ უსამართლობაზე რომ ლაპარაკობ, აბა ნაცები გინდაო და მე მგონი ივიწყებენ შეგნებულად იმას, რომ მთელი 12 წლის განმავლობაში ხელისუფლება აძლიერებდა ამ ნაციონალურ მოძრაობას, ისინი მთავარ ოპოზიციად გამოაცხადეს და მიიჩნიეს, ჩვენი გუნდის ბევრი ბრძოლის მიუხედავად უარი თქვეს ამ ხალხის გასამართლებაზე და დასჯაზე და თავს იმართლებდნენ დასავლეთი გვავალებდა ამასო. შენ თუ დასავლეთი ცუდ რამეს გავალებდა, ქვეყნის ხელისუფლება რომ ხარ, ქართველი ხალხის მიერ არჩეული, თუ ცუდ დავალებებს გაძლევდა, რატომ ასრულებდი? რატომ ასრულებდი ამ ცუდ დავალებებს? პირველი ზარია ეთერში, გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. კარგით, არ არის კავშირი, მორიგი ზარი შემოუშვათ. ობიექტივი გისმენთ, გამარჯობა. გაითიშა. ხო, აი ხანდახან აგრეთვე არის ასეთი შემოტევები ჩვენს მიმართ, რომ თქვენ რაო აბა LGBT ჯგუფებს უჭერთ მხარსო. ჩვენ არასდროს არ დაგვიჭერია LGBT ჯგუფებისთვის და ამ პროპაგანდისტვის მხარი. პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც დავიწყეთ ბრძოლა, სწორედაც რომ LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და ჩვენს წევრებს და ლიდერებს იჭერდა და აპატიმრებდა ქართული ოცნება, რომელიც გარიგებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან და კოჰაბიტაციებს აცხადებდა მაშინ. და დღეს შემოგიბრუნდებიან და იმის ნაცვლად, რომ შენ კონსერვატიული, რეალური პატრიოტული ძალა გაგაძლიერონ, კარგით გაძლიერებასაც თავი დავანებოთ, ცუდად არ მოგექცნენ და არჩევნებში ხმები არ მოგპარონ, გახარიების, გვარამიების სასარგებლოდ,
ამის ნაცვლად გეტყვიან რაო შენო რადგან სიმართლეს ამბობ რაც შენი თავის ირგვლივ მოხდა ცუდი რაო აბა LGBT გინდაო და თავად აძლიერებდნენ მთელი 12 წელი ამ LGBT ორგანიზაციებს და ბოლოს სადამდე მივიდა საქმე ამასაც ხომ ხედავთ არა ზარია ეთერში გისმენთ ილია გამარჯობა შვილი გამარჯობა ქალბატონო ახლა მათქმევინე ჩემი სათქმელი და მომისმინე ჩემო ბიჭონა აუცილებლად აბა რა სიამოვნებით ახლა რა მინდა გითხრა პირველ რიგში აი გამოდის ხალხი და ამბობს რომ არჩევნები გაყავდა და უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები აი თუნდაც დაინიშნა ხელახალი არჩევნები ვინ უნდა მოვიდეს ვის ოპოზიციაში ვის წინა ხალხი ჩნიში რო დგას უკან ვაშაძე ისინი რა ქვიან ნაციონალები ვის ქინა ბოკუჩავა და ისინი აღარ მინდა ჩამოვთვალო აი ვის უნდა ჩაბარდეს მაგალითად თავრობა ვის უნდა ჩაიბაროს ესეთი შეკითხვა მაქვს რომ დავამთავრებ მე გამეცი პასუხი მეორე ის კიდე ეს მოусმინე სააკაშვილს რომ ამბობდა რომ ჯოხივით უნდაო გახადოთო ხალხი უნდა ჩამოიყვანოთ ხალხიო და უკან არ უნდა გაუგზავნოთ რევოლუციის გარეშე იქიდან აი ჩაერთო სასამართლოში იმითი რა ქვიან რო აჩვენებენ ხოლმე კომპიუტერი თუ რაც არის რა ვიცი ხო და აი ასეთი მოწოდებების მერე აი ხალხი როგორ ხდება და ვერ ხდება რატო დგას გარეთ და რა სტადია აი ამ ძალებს ყველას ვიც არიან ოპოზიციაში აი სატელიტები ნაციონალებისა მერე კიდე კაცო ის რა ქვიან გახარია რომ უდგიათ გვერდი ოპოზიციად მაგ ოპოზიციონერებს ვითომ ოპოზიციონერებს გახარია სათარეში არისო და ნაციონალური თავარი არხი არ ეძახო და გახარია თვალხარიაო და სულ მაგ რეკლამებს რო უშვებდნენ ის რეკლამებს რატო აღარ უშვებენ ეხლა გახარია თვალხარია აღარ არის ეს რა ცინიზმია რა სიცრუეა რა დავარქვა კაცო აი ხალხი როგორ გვაშტერებენ ჩვენ გეგონება სკლეროზები გვაქვს და გვავიწყდება ეს ყველაფერი მაგათ არა ლეგიტიმური რაც არის ეს არის დაასვენონ ეს თავრობა და თუ თავრობა ჩვენ ვიცით რომ ეს თავრობა არის ძალიან სათავისოდ მორგებული არავისთვის არც ერთ ხალხისთვის არც ფიქრობს არც პენსიონერებისთვის არც სოციალურ დაუცველებისთვის არც ის რა ქვია ნაგეხერპასების დასავი და დავიდნენ ბაზარში ნახო რა გვაქვს პენსია რითი უნდა ვიყიდოთ ჩვენ პენსიონერებმა რა როგორ უნდა შევდეთ ახალწელს თვითონ რომ კარგად აქვს ჩაჯიბულები კაი ცხოვრება კაი სახლები აქვს ყველგან კომფორტი ყველაფერი ჩვენ ხალხი ვხედავთ შემოშვილო ყველაფერს და ეს 4 წელიც როგორმე გადააგორონ და მაგათ მე როგორ გაუშვებ თვითონ ხალხი საქართველოს აღარ გაჭირდება მერე ვინ მოდის 4 წლის შემდეგ მეტლარზე თვითონ აბა როგორია ცხოვრება და ქალბატონო კეთილი 4 წლის შემდეგ თუ ვთქვათ ქართული ოცნების პოლიტიკით მისი ამომრჩეველი უკმაყოფილო დარჩება მერე ვინ მოდის თქვენი აზრით მაშინ მე ალბათ მე ასე მგონია რომ უნდა გამოცოცხლდეთ როგორც იყავით თქვენი პარტია და ალტიპოს პარტია და მე ასე მგონია რომ მეგენი აუცილებლად მოხვალ. დიდი მადლობა თქვენ ზარესთვის. ვიმეორებ რომ უკვე მე რამდენად ქმნის ქართული ოცნება ვითარებას, როდესაც ჩაგრავს, ცუდად ექცევა პატრიოტულ ამომრჩეველს და ზოგადად ასეთ გაერთიანებას და გეუბნება რომ შენ ხმა არ ამოიღო შენს მიმართ განხორციელებულ სამართლობაზეო. თორემ იგაკერებ და დაგაბრალებ ნაცი ხარო. არა და ამასობაში თავად აითვისეს ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი განსხვავებაა მხოლოდ ის, რომ ქუჩაში ტყვიას არ ესვრიან შუბლში ადამიანებს და ციხეებში პატიმრებს არ აწამებენ. აი ეს განსხვავებაა მხოლოდ, თორემ მეტი წაშლილია ზღვარი ყოველგვარი. არჩევნები ახსენეთ თქვენ და მე ჟურნალისტი ვარ და ვერ გეტყვით მე ვინ მოდის ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ წამს უკვე უნდა ვფიქრობდეთ იმაზე რომ გავაძლიეროთ პატრიოტული ძალები და არა მათ შევუტიოთ თქვენ არ გეხებათ ქალბატონო რასაც მთავრობა აკეთებს და ზოგიერთი ხელისუფლების მომხრე სწორედ მათ ეხებათ თორემ 2028 წელსაც იგივე პროპაგანდა იქნება დამიჯერეთ იგივეს გვეტყვიან რომ ჩვენ თუ არაო ესენი ბრუნდებიანო და კიდევ ეტყვიან პატრიოტულ ძალებს რომ თქვენ გაჩუმდით თქვენ ხმა არ ამოიღოთ თორემ აბანაცი გინდათო
და ამასობაში მარადიულ მთავრობაშია ხელისუფლება როგორც ჩანს. თავად ძალიან კარგად არიან გარიგებულიც, შეთანხმებულიც, კულისებს მიღმა მოლაპარაკებებიც აქვთ. მე საერთოდ ხელისუფლების გადაბარების სცენარსაც არ გამოვრიცხავ, რაც შესაძლოა მუშავდებოდეს ქართული ოცნების წამყვანი ფიგურების გონებაში და იყოს ეს გარიგებები. აბა სხვა როგორ ავხსნა სხვანაირად, როდესაც სენსაციურ ინფორმაციას ვიღებთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან. სახელმწიფო ორგანოა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელსაც ტელევიზიების, რადიოების, გაზეთების და სხვადასხვა მსგავსი ტიპის საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციების მონიტორინგი ევალება და ნახეთ რა გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ ამ კომისიამ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელთა შორის მეოთხე ადგილზეა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს მთავარ არხს. ვისაც ეს არ სჯერა, მე ვთხოვ ახლა ტექნიკურ ჯგუფს, რომ აი ვაჩვენოთ აი ეს მონაცემი. მეოთხე ადგილზეა თავდაცვის სამინისტრო, რომელიც აფინანსებს ტელეკომპანია მთავარ არხს, გვარამიას და ნაცების ტელევიზიას. ესეც ტყუილია, ეს ოფიციალური მონაცემია, რაც აღებულია პირდაპირ სახელმწიფო უწყების ვებგვერდიდან, კომუნიკაციების კომისიის. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო? გისმენთ? გემშვიდობისა. გემშვიდობისა, ქალბატონო. ესე იგი, გვაქვს საერთო სიტუაციაზე ლაპარაკი, ხო? არა გვაქვს თემა. დიახ. შეიძლება შემოვიდე რა ეთერში. თქმა უნდა, გისმენთ ყურადღებით. ესე იგი, მე საერთოდ ძალიან შორს ვარ კრიტიკისგან, იმიტომ რომ მე მახსოვს დემოკრიტეს სიტყვები, რომ ესე იგი სირცხვილია იქ აკრიტიკო სვისი შეცდომები, როცა საკუთარ შეცდომას ვერ ხედავ. ეს ყოველთვის მახსოვს და ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო კრიტიკისგან. იმიტომ რომ უშეცდომო არავინ არ არის. მე მინდა იცით რა გითხრათ, აი მე მინდა გითხრათ, აი გამოსვლებზე მინდა შეიძლება ვთქვა ჩემი მოგრძალებული აზრი. კი ბატონო, გისმენთ ყურადღებით. ესე იგი მე მგონი ბატონო ილია გვაქვს ჩვენ ფსიქოსთან საქმე. აი გუში რომ მოვიხილე ის ველოსიპედების ის ჭყა, ის იოდი თუ რა ვიცი, რეებს აკეთებენ. და ეს გოგონების ეს სიმღერა, ეს არ ვიცი სად მიდის, სად მიყავს მთავრობას ხალხი. დიახ. გაგიჟებული ვართ პირდაპირ, ესე იგი მარტო მე არა ჩემს გარშემო, არა ვართ ხელწამოსაკრავი ხალხი და გაგიჟებულები ვართ. და თან ისიც ეს ქალბატონი, სულ ესე იგი არ ვიცი რა ჭირს. რეებს აკეთებს. და იცით რაშია საქმე? ეს იგი ლიბერალიზმი ებრძვის კონსერვატიზმს. ეხლა მინდის რაღაც საშინელება. ვინ გაიმარჯვებს? ვინ დადგება მყიდრად თავის ადგილზე? და მე გამოსავალს ვერ ხედავ ბატონო ილია. მაპატიეს. მადლობა თქვენ ზარისთვის. ხანდახან ისე შემოგვიტევენ ხოლმე ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლები თითქოს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ დაგვენიშნოს თანამდებობას და ჩვენ მოგვეყვანოს. თავად ქართული ოცნების კანდიდატი იყო და იძულებული გავხდით ქართველი ხალხი მხარი დაგვეჭირა მისთვის. არ მოგწონდა თავიდანვე. გახარიაც აგრეთვე, გახარია ეხლა მოღალატედ არის მიჩნეული, მაგრამ მაინც ქართული ოცნების წარმომადგენლები რატომღაც ყველაფერში ბრაზობენ პატრიოტთა ალიანსზე. ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ნაწილს. განათლების სისტემა ნაციონალურ მოძრაობას ჩააბარეს, NGO სექტორი მოაძლიერეს, ნაციონალური მოძრაობა არ გაასამართლეს და არ დასაჯეს, LGBT პროპაგანდა შეიტანეს სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც, ხატები გაქონდათ სკოლებიდან და დღეს ამ წუთას რა არის შეცვლილი? ხომ აი ბოლო 2 წელია თითქოს ქართული ოცნება სიტყვით სხვა რამეს ამბობს, მაგრამ საქმით რამე შეიცვალა განათლების სისტემაში? ეს კანონი რომ მიიღეს, რამე შეცვალა ამ კანონმა არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში? და ვაცალოთ ბატონო, ვაცალოთო და მარადიულად ვერავის ვერ უნდა ვაცალოთ ჩვენ, მეტი კრიტიკულობა უნდა გამოვიჩინოთ ყველამ. ძალიან კარგად არიან გარიგებული და მოლაპარაკებული ეს ორი ძალა ერთმანეთში და ყველას ახშობენ და ყველას ცდილობენ რომ საკუთარი თავის მიმართ განხორციელებულ უსამართლობაზე ლაპარაკი აუკრძალონ. ერთი მხარე გეძახი შენო რა ქოცი ხარო? მეორე მხარე გეძახი შენ რა ნაცი ხარო და ვინც არც ერთი არ ვართ. იმ ხალხმა რა დავაშავეთ? ჩვენი არ არის ეს ქვეყანა? არც ნაცები ვისაც არ გვინდა და არც ქოცები?
ზარია ეთერში. დროულად უნდა ვიმოქმედოთ, დროულად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თორემ თუ ხელისუფლება 2028 წლამდე მიაღწევს, ამ შემთხვევაში უკვე ბრუნდება ეს ნაცმოძრაობა ოფიციალურად და ჩვენ არც ერთი არ გვინდა მართლა. ზარია. ალო. დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ უნდა მიენდოთ სუყველანი ღმერთს, უკვე ღმერთი განაგებს ჩვენ ბედს. იმიტომ რომ ხალხმა ეს ვერ შეძლო. და ამაში დამნაშავე არის რელიგია, რო იცოდეთ. 2000 წელია რელიგია აღშობდა თავისუფალ აზრს. რატო არა? ვერ დაგეთანხმებით. რელიგიაა ყველაზე დიდი თავისუფლება. 300 წლის წინათ, როცა შეიქმნა შეერთებული შტატები, მან დაუშვა მხოლოდ აზრის თავისუფლება. და დემოკრატია კი არის სიცოცხლის ნება სიცოცხლეზე, უფლება სიცოცხლეზე, აზრის გამოთქმაზე და ბედნიერებისკენ ტოლვაზე. ხალბატონო, შეგიკამათებით, ბოდის გიხდით. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება ეს ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაშია. ყველაზე დიდი თავისუფლება აქ არის ღმერთი, რომელიც უზენაესია ადამიანს აძლევს უფლებას თვითონ გადაწყვიტოს. ბოდიში, მაგრამ ღმერთი თქვენ აირჩიეთ. ნამდვილი ღმერთი აღმოაჩინა მეცნიერებმა და ეს არის ენერგია. M უდრის F უდრის mc კვადრატს. აინშტაინის ფორმულა იცით? მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა. აქვე ვერ ვიზიარებ ვერანაირად თქვენს ხედვებს, მაპატიეთ. მე ვცნობ და ვაღიარებ ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ეს არის მართლმადიდებლობა და ჩვენი სარწმუნოება არის ყველაზე დიდი თავისუფლება, რაც კი შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. მადლობა, ვიფე. გისმენთ ჩემო ბატონო. ახლა რატო ხარ ეს ამალისი ადამიანია? დიახ. გამსახურდია, გამსახურდია. ევიდა შევანაზე პასუხი, ახლა მე შევანაზე, ახლა გამსახურდიას ყველობას არ გამეიძიებდა. არც სააკაშვილი გამეძიება. ესე რასაკეთებთ? ვერ გევიღო 25 წელიწადია მის ვერ. სტამბოლში ვიშვი, ლებდა გამსახურდია. და მისი მასე ხარდეთ და შევანაზის კიდო ეს შეაგასაგოდა მინისტრები იყო. გამსახურდიას ხას ჰარდიდან ყრიდა კრავდნენ. ვიგამეიდია, არ ეს გაგჭირდება ასე. ხელისაშველი არ იშლება საერთოდ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ძირითადად აქეთ მიმყავს მე საუბარი, რომ უკვე მერამდენე წელია და მერამდენე არჩევნებია, ხელისუფლება ქმნის შეგნებულად და გააზრებულად ვითარებას, როდესაც რეალურ პატრიოტულ ოპოზიციურ ძალებს მიანიშნებს და თავისი პროპაგანდით ეუბნება, რომ შენ ხმა არ უნდა ამოიღო. ქვეყანაში რა პრობლემებიც არის, ამაზეც არ უნდა ისაუბრო, შენ რომ ცუდად მოგექცევი, დაგჩაგრავ, არჩევნებში ხმას წაგართმევ და გვარამიას დავუწერ, ეს არ თქვა, თორემ აბა ნაცები გინდა, აი ამას მიუთითებენ მუდმივად, გადის ცხოვრება, გადის წლები და უნდა მივიდეთ რაღაც გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ მარადიულად ქართული ოცნება ვერ დარჩება მთავრობაში. და ყველაზე მთავარი ნაცმოძრაობა უკვე პრაქტიკულად გახდა ქართული ოცნება, სხვა სახელი ჰქვიათ. მთელი პორტირებული ნაციონალური მოძრაობა მათ რიგებშია, არ დასრულებულა ეს კოჰაბიტაცია, კვლავ მხოლოდ სიტყვებით გამოდიან და სიტყვებით ლაპარაკობენ, საქმით არაფერი არ იცვლება. ვხედავთ სენსაციურ მონაცემებს, რასაც სახელმწიფო უწყება კომუნიკაციების კომისია ავრცელებს, რომ თავდაცვის სამინისტრო, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო არის ყველაზე მსხვილ დამფინანსებელებს შორის გვარამიას ტელევიზიის მთავარი არხი რომ ჰქვია. ძალიან კარგად შეთანხმებულად ერთიანად უტევენ პატრიოტულ ძალებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ხმა არ უნდა ამოიღო არაფერზე, თორემ აბა შენ ქოცი ხარ თუ ნაცი ხარო, ის ხარ თუ ეს ხარო და არც ერთი არა ვართ. ჩვენ, ვინც პატრიოტული აზროვნებით მოვდივართ მთელი ეს ცხოვრება. ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება მთელი ამ წლების განმავლობაში ერთიანად უძღვება განათლების სისტემას, რომელიც რაც დაამსგავსეს საბოლოოდ, კარგად ვხედავთ, ხატები გააქვთ სკოლებიდან და LGBT პროპაგანდას ახორციელებენ იქ, რაღაც კანონებს ვითომ იღებენ, მაგრამ 2 წელია საქმით არაფერი შეუცვლიათ.
არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს შეფასდეს და არასამთავრობო სექტორს უპირისპირდებიან, თვითონ მოვიდნენ ამ NGO სექტორიდან, დღევანდელი ხელისუფლების წამყვანი ფიგურები. თვითონ მათი ბიოგრაფია სავსეა, რომ მუშაობდნენ ასეთ ორგანიზაციებში. და დღემდე არაფერი არ იცვლება, იგივე გრძელდება NGO-ების ცუდ ნაწილს გულისხმობ, რა თქმა უნდა, პროპაგანდის კუთხით. რა შეიცვალა? განათლების სისტემაში რა შეიცვალა? ნაციონალურ მოძრაობასთან ვასრულებთ კოჰაბიტაციასო, რა შეიცვალა? არაფერი არ იცვლება, მხოლოდ სიტყვებია ეს. და ამ დროს ზამთარია, ახალი წელი ახლოვდება, ადამიანებს შვიდ გარემოში გვინდა ყველას რა თქმა უნდა შევხვდეთ ამ ახალ წელს, მაგრამ სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ყველაფერი ძვირდება. მეცაც გეტყვით, არჩევნების შემდეგ მე ველოდებოდი, რომ გამოვიდოდა ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი და იტყოდა, რომ აი ჩვენ ახლა ვიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ფასები გაიაფთეს, გადასახადები გაიაფთეს, საბანკო პროცენტებმა დაიწიოს, დემოგრაფიული პოლიტიკა შევიმუშაოთ, მიგრაციის წინააღმდეგ ნაბიჯებს გადავდგამთ. არა, არაფერი არ უთქვამთ, არაფერი. ქართული მიწები რომ უცხოელებზე იყიდება, ამაზეც კი არაფერი არ უთქვამთ. ერთადერთი რაც თქვეს, აქციზის გადასახადს გავზრდითო და გადასახადებს და ფასებს კიდევ უფრო გაგიზრდით ხალხსო. ხომ უნდა გაგიჟდე ამაზე უბრალოდ. მორიგი ზარია, დაიწყეთ გთხოვთ. გისმენთ ყურადღებით. ალო, თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა ბატონ ილია. გამარჯობა. ილია, მე ჩემი შვილის შესახებ მინდა მოვყვე ეთერში, დიახ. რომელიც განათლებას შეეხება. მისმენთ? კი, ეთერში ხართ, განაგრძეთ. ხო, მე ვარ სოციალურად დაუცველი ადამიანი. ჩემი შვილმა დაამთავრა ისა კარგად ასე რომ ვთქვათ მათემატიკური ის რომ არის, რა ქვია, სკოლა. მისმენთ? განაგრძეთ, ნუ ჩერდებით, გთხოვთ. ხო, წარმატები დაამთავრა, არის ძლიერი ფიზიკოსი, იყო მსოფლიო ოლიმპიადის პრიზიორი, რომ ჩამოვიდა, შემდეგ ჩააბარეს 5 ბავშვი, მოამზადა, წაიყვანა მსოფლიო ოლიმპიადაზე, 4 медали ჩამოუტანა ქვეყანას. დიახ. მაგისტრატურა წარმატები დაამთავრა. იცოდა რომ საშუალება არ მქონდა რომ სწავლა განეგზო სადმე და სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. ძალიან მიხარია, ძალიან. წარმატებებს უსურვებ. დღეისათვის არის პატრის ახალგაზრდა მეცნიერი. მას გაუხსნეს გერმანიამ და იაპონიამ გზა სწავლის გასაგრძელებლად. არ დააფინანსეს. ამათ ვიღა დააფინანსეს ისინი. 154 ბავშვი დააფინანსეთო. ვინ? აი მეს მაინტერესებს თქვენს მენელსაც და ამ ოცნების სამომრჩეველი საყურადღებოდ ვამბობ. რას უკეთებენ? ოქროში რო ჩასვან ქვეყანა, ხვდებიან რომ საით მიხავთ ხალხი. საით მიხავთ, ხვდებიან რა უნდა სპორტსმენს, მე მათ არ ვაკნინებ. რა უნდა სპორტსმენს ასეთ მაღალ მასე რა ქვია თანამდებობაზე, რომ შეუძლია პოლიტეკონომიაში ერკვევა. პოლიტიკა ხომ ეკონომიასთან არის დამოკიდებული. აი საითკენ მივდივართ. მადლობა, ძალიან კარგი კითხვა დასვით, თქვენ საითკენ მივდივართ, ხომ ამის გარკვევას ვცდილობთ ჩვენც. აი ხელისუფლება გამუდმებით იძახის, რომ აი დასავლეთის მარწუხებისგან თავი უნდა დავაღწიოთო, მაგრამ ამავდროულად გამუდმებით იძახიან, რომ ურთიერთობების გადატვირთვა საჭირო ამერიკასთან და ევროპასთან. ევროპაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავწევრიანდეთო. თან ამას ამბობენ, თან ასეთი ევროპა არ გვინდა ამბობენ და აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელი 12 წლის განმავლობაში პირდაპირ მონურ მორჩილებაში იყვნენ დასავლეთის. ყველა სამინისტროში თუ მნიშვნელოვან საკვანძო სახელმწიფო ორგანოში იყო სპეციალური კაბინეტები, სადაც უცხოელები ისხდნენ და იქიდან აკონტროლებდნენ სისტემას და მე მგონი დღესაც არის ეს, მათ შორის სასამართლოში. და სახალხო დამცველს არ ნიშნავდნენ
უცხოელი ელჩების დავალების გარეშე და დღეს შემოგიბრუნდებიან შენ პატრიოტთა ალიანსთან ობიექტივს და გეტყვიან თქვენო რაო როგორ ბედავთო ჩვენს კრიტიკასო ჩვენო დასავლეთის წინააღმდეგ ვართო ჩვენ რომ მთელი 12 წელია ამას ვლაპარაკობთ რომ მონურ მორჩილებაში არავისთან არ უნდა იყო მაშინ ჩვენ გვეძახდნენ შავრაზმელები და ბნელები ხართო მაგის თქმას როგორ ბედავთო და ახლა თვითონ მხოლოდ სიტყვებით ლაპარაკობენ ამას და საქმით არაფერს არ აკეთებენ ის უნდა გავაცნობიეროთ მორიგი ზარია გისმენთ გამარჯობათ გამარჯობა ჩვენ დღეს ყავს თავმოყარეობა დაკარგული მთავრობა მთავრობა რომელსაც ჩამოდის უცხოელი ხდება ვიღაც სხვას მთავრობას კი არა სამთავრობოებს ივანიშვილს აი ვინ არის ივანიშვილი ეხლა მითხარით ხო საპატიო თავმჯდომარე როდესაც შენ უშუალოდ თავმჯდომარეს არ ხვდები და საპატიო თავმჯდომარეს ხვდები და არ გაინტერესებს მთავრობის წარმომადგენლების შეხედულება ქვეყანაზე და რა სურს მომავლისთვის და ვისთან სურს ურთიერთობა და მხოლოდ ერთი ადამიანის მით ხდება საქართველოს მართვა რა ვიცი მე რა შეგჭირდება მაშინ 150 პარლამენტარი და მთავრობის წევრები მინისტრები და აი რა შეგჭირდება თუ ყველაფერს ივანიშვილი გადაწყვეტს მარტო მას შეხვდებიან მარტო მისი აზრი აინტერესებს და სხვა ჩვენ მოქალაქეების აზრი არ აინტერესებს ეროვნული ხალხის აზრი აი რა შეგჭირდება მაშინ ასეთი მთავრობა ვერ გავიგე როდესაც მისთვის ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი არ არის მოქალაქე მისი და მხოლოდ ის მოწინააღმდეგე არის მისი მოწინააღმდეგეც როგორ უნდა თქვა მას ისინი ხო ერთად არიან შეკულები ისინი ხო ცალ-ცალკე არ არიან აი თუნდაც ეს უკვე დასტურია იმისი რომ თავარი არხი ფინანსდებოდეს არ ვიცი ასეთი რამე კიდევ სხვა ფაქტები მინდა ჩამოვთვალო ხალბატონო არ გათიშოთ კი ერთი წამით არ გამითიშოთ მაგალითად TV პირველს პირდაპირ აფინანსებს Liberty ბანკი, რომელიც ხელისუფლების პარტნიორი ბანკია და ვიცით ეს საპენსიო ბანკია. Liberty ბანკი აფინანსებს TV პირველს, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია ფორმულაში შედის ხელისუფლების პარტნიორი სოკარიდან, სოკარი არის ასეთი აზერბაიჯანული კომპანია და აზერბაიჯანი და საქართველოს მთავრობა ძალიან ახლობლურად არიან ერთმანეთთან. ესენი აფინანსებენ უკვე ფორმულას ასეთ არხს. ნუ აი რა უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ყველაზე გასაკვირი მაინც თავდაცვის სამინისტროა, სახელმწიფო ორგანო, რომელიც აფინანსებს მთავარ არხს. რაიმე არ ვიცი, ალბათ ის მოდის ძველი მისი ნაციონალების მხრიდან თორე ასე აშკარად რა ვიცი, ასე თვალში ნაცას გვაყრიდნენ და ხალხი ვერ ხვდებოდეთ და მაინც ოცნებას უჭერდეთ. მხარს ეს აი ყოლა დაუშვებლად მიმაჩნია. ნუ არ ვიცი, რა ხდება, არ ვიცი. როგორ შეიძლება ამის შემდეგ თქვა, რომ არ გაყალბდა არჩევნები? დიახ, თან ეს დაფინანსება ხდებოდა წინა საარჩევნო პერიოდში. აი ზუსტად მაგაშია საქმე რომ აი კარგად ნერვიულობით გამკლაპარაკია სხვათა შორის მე Facebook-ში როდესაც დავწერე გამოვაქვეყნე ეს ცნობები რაც კომუნიკაციების კომისიამ გამოვაქვეყნა სადაც ღიად ჩანს როგორ აფინანსებს ირიბადან პირდაპირ ხელისუფლება სახელმწიფო თავარ არხს და სხვა ტელეკომპანიებს ახლა სამთავრობო მედიასაც რომ მილიონებით აფინანსებს ეს არ გაგიკვირდებათ ხომ იქ იმედია პოსტივია ბუნებრივია სახელმწიფო ტელევიზია პირველი არხი ეს არ გიკვირთ დარწმუნებული ვარ ეს ასე იყო ყოველთვის და კარგია თუ ცუდი ცალკე თემაა მაგრამ ჩვენ რომ გვაჯერებენ რომ ვითომ ოპოზიციაში არიან ერთმანეთთან და ერთმანეთს არხებს უფინანსებენ ამ დროს კი ორივე მხარე დღესაც კი ერთიანი ძალებით ობიექტივის მოგუდვას ცდილობენ რომელიც არხი რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის დღეს რომ უბრალოდ ეთერი არ გაწყდეს და შევინარჩუნოთ აი ხედავთ თქვენც რა მდგომარეობაში მიმდინარეობს ხოლმე ეს ეთერები მნიშვნელოვნად შემცირებულია ჩვენი რესურსები ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა მაგრამ ამ ეთერს ვინარჩუნებთ ვერაფასებენ კარგად ობიექტივის ბრძოლის უნარიანობას და ამ გუნდის საერთოდ რაც ჩვენ გამოვლელი გვაქვს ყოველგვარი იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ უკვე წინააღმდეგობების მიმართ მორიგი ზარიაო გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობა შემოძმაო გამარჯობა პირდაპირ გეუბნებით ვაკეთებ რეკლამას პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ტელევიზია ხართ რომელიც მაგ სიყვარულს ინარჩუნებს
ერთ-ერთი მხარე ხარ, რომელსაც მე მოგეცით ხმა. რუიანი შემოგავაფედალე. მაგრამ ეხლა რა უნდა მითხრა, რა მინდა და გითხრათ ჩემოზმაო რა. მე წარმოშობით თელავური კახელი კაცი ვარ, თბილისელი ვარ. თბილისში დავობედე გავიდე, მაგრამ კახელი ვარ და აი ცოტა არ იყოს აჩქარებული ლაპარაკი არ ამჩვევე, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ხალხნო, ხალხს მიმართავ რა. ხალხნო, გამოფხდით, მივხვდეთ, რომ ეს ორივე ხრენია, ორი მთავრობა ერთი და იგივეა. ძმებო, დებო, დედებო, მამებო, ერთი და იგივეა ეს მთავრობა და გავიგოთ რა და ძალიან აქვს ხოთ რა თუ სიტყვაზე მადლობა ღმერთს მოხდა, ასე რომ ჩარევა და იქნება ისეთი ხას რომ შემდეგი არჩევნები ჩაენიშნა. თქოთ რა, აი ამ ხალხს პატრიოტ ალიანს, აგერ აგ ობიექტივი აუყურებთ. ამ ხალხს მიერით ხმა რა. ძალიან აქვს ხო თუ გვინდა რომ შევიტანოთ ცვლილება ჩვენ ცხოვრებაში. თუ არა და რავითო, აგერ ვიქნებით ესე და გაცენდება კალაზია, დაღამზება ყობახიძეა და ასე შემდეგ რა. შემოგევლოთ გულში რა. დიდი მადლობა თქვენ. ყველას თქვენ თანამშრომლებს სულ ყველას, ესე ყველას. მადლობა, უღრმესი მადლობა. ეს დიდი სტიმულია ასეთი სიტყვები. ხშირია ხოლმე კრიტიკა, რატომღაც ზოგიერთი ყველას არ გულისხმობ ქართული ოცნების მომხრე ბრაზდება პატრიოტთა ალიანსზე და ობიექტივზე და არ ბრაზდება იმ უსამართლობებზე, რაც სხვა უამრავი გვაქვს ამ ქვეყანაში. და როდესაც ასეთი ზარები შემოდის, ძალიან სიამოვნებს. და ვინც ბრაზდება ჩვენზე კრიტიკული რომ ვართ იმიტომ, იმ ადამიანებს შევახსენებ, რომ უკვე მერამდენე წელი და არჩევნებია, როდესაც გიქმნიან მდგომარეობას და გეუბნებიან, რომ ხმა არ მოიღო, შენ რომ უსამართლოდ მოგექცნენო, ქვეყანას უსამართლოდ რომ მოექცნენო, ამაზე ხმა არ მოიღო, თორემ აბა რა ნაცები გინდაო და არც ერთი არ გვინდა ბატონო. ნაცების, LGBT ჯგუფების, NGO-ების და განათლების სისტემის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ვინ არის თუ არა ქართული ოცნება? ზურაბიშვილი ვინ მოიყვანა პრეზიდენტად? დასავლეთის გარეშე სახალხო დამცველიც კი ვერ დაენიშნათ, ასეთი პერიოდები იყო. და დღეს ვითომ ამ ყველაფერს უპირისპირდებიან და სინამდვილეში მხოლოდ სიტყვებია. ფაქტია, სიტყვებია, აბა რა შეიცვალა განათლების სისტემაში. გთხოვთ და აკვირდით. მთელი გულით გთხოვთ, მანანა ნიკოლაიშვილი გამოვიდა ხუთშაბათს და პირდაპირ მოითხოვა, რომ განათლების სამინისტროს მთელი შემადგენლობა უნდა გადააყენონ, იმიტომ რომ ის ძველი ხალხია ისევ, დღესაც კი ის ძველი ხალხია. და გთხოვთ, რომ ეს გაითავისოთ და ეს გაიგოთ. ვისაც არ ესმის, მე დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი საზოგადოებისა ამას კარგად აცნობიერებს. მორიგი ზარია, გისმენთ? გესმით ჩემი? გისმენთ ქალბატონო, დიახ. ბატონო, ოღონდ არ გამიცისო, ერთხელ დავრეკე მეორე ჯერზე ხადა, მაშინ გამიცისე. კი ბატონო. არა, მოკლედ უნდა ვთქვათ ბევრი ზარი ისtis. გამოხსენებული ნაციონალი რო ხარ ატყობთ, ამ თქვენმა ობიექტივმა რო დაკარგა ობიექტობა მაგას ატყობთ, ლაპარაკობთ თუ მე მისმენთ? თქვენ გისმენთ. თუ მისმენთ, ხო, კაი ბატონო. მე არ მისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ გამოციშული მაქვს. ხო და რომ დაკარგეთ ნელ-ნელა და ხალხის შემოგეცალათ, რა პრეტენზიები გაქვთ, რა გინდათ, ვინ ხართ? ყველაზე დიდი ნაციონალი რო ხართ, ამას ატყობთ. ცოტა გადახედეთ თქვენს ინტერვიუებს და იმ ხალხს ერთი და იგივე რო რეკავს და ხოდბაშიც გასხმთ, მაგი რომ მოგწონთ და ჩემნაირები არ მოგწონთ. რას გავს მაგი, რა ობიექტური ხართ და უსამართლო. გააგრძელეთ მასე და კაი რეიტინგი გექნება შემდეგი არჩევნებიდან. ახალგაზრდა კაცი ხარ და ცოტა ობიექტურად იმსჯელვა შეიძლება? კაი ბატონო, კარგად იყავ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ერთ და იგივე ადამიანები რეკავენო თქვენ თქვით და აი მეორეჯერ შემოხვედით ეთერში და აბა როგორ ერთ და იგივე ხართ თქვენ ნამდვილად. ეს შემიძლია დავადასტურო. სხვა შემთხვევაში ძალიან მიხარია თუ ერთგული მაყურებლები და რადიო მსმენელები ხშირად დარეკავენ. დიდი პატივია ჩვენთვის ეს ერთგულება და ეს მხარდაჭერა, რომელიც არსებობს განსაკუთრებით ერთგული მხარდამჭერების და მეგობრების მხრიდან ამ ტელევიზიის. ძალიან მწუხვარ რომ ჩემი მთელი ამ საუბრიდან თქვენ მხოლოდ ეს ანალიზი გააკეთეთ. მთელი ეთერია პრაქტიკულად ფაქტებით და არგუმენტებით ვყვები მე იმას, რომ დღეს ყველაზე დიდი ნაციონალი გახდა ქართული ოცნება. მხოლოდ სხვა სახელი აქვს დარქმეული. სახეზეა ერთპარტიული პარლამენტი, სახეზეა ხელში ჩაგდებული სასამართლო, ბიზნესი, რომელიც მდიდრდება, სამაგიეროდ ხალხი ღარიბდება.
არ მთავრდება კოჰაბიტაცია, განათლების სისტემა კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელში რჩება, NGO სექტორი გააძლიერა და წინ წაეწია ხელისუფლებამ, იმდენად ძლიერად დააწინაურა, რომ არ ვიცი, დღეს უკვე მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით პრაქტიკულად, LGBT პროპაგანდა გააძლიერა, ხატები გაქონდა სკოლებიდან და დღემდე ერთი ხატი დაებრუნებინათ მაინც საიდანაც გაიტანეს იმ სკოლებიდან. სალომე ზურაბიშვილი თავად ქართულ მოუცნებამ მოგვიყვანა და კიდევ უამრავი პოლიტიკოსი თუ პრემიერ-მინისტრი მოგვიყვანეს, რომელიც ეხლა თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ ქართულ ოცნებას მოსწონდა. არ ვიცი, დასავლეთთან მონურგარიგებებში და მორჩილებაში იყო და დღესაც არაფერი არ იცვლება, მხოლოდ სიტყვების ნაცვლად და ამის თქმა თუ ნაცობაა, მაშინ თქვენ ძალიან დიდ რეკლამას უწევთ ნაცებს. ესე იგი ნაცები სიმართლეს ლაპარაკობენ, ხომ თქვენი ლოგიკით? მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე, ნაცმოძრაობა არის ყველაზე დიდი ბოროტება ამ ქვეყანაში რაც არსებობს. და უკვე თითქმის გაუთანაბრდა ქართული ოცნება თავისი სიბოროტით ამ ხალხს. რა ორივე ერთი და იგივეა, ორივე ცუდია. ერთი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ქუჩაში არ გაგაჩერებს პოლიცია და შუბლში ტყვიას არ დაგახლის. ეს ხდებოდა წინა რეჟიმის დროს და დღეს არ ხდება. მადლობა ამისთვის. ომი არ გვაქვს, მადლობა ამისთვის ქართულ ოცნებას. ხო, ნუ როდემდე შეიძლება ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ აი ამ ორი პუნქტის გამო. და ჩვენ რეალურ პატრიოტულ ძალებს, პატრიოტულ ტელევიზიებს უპირისპირდება ხელისუფლება, გეუბნება რომ შენ ხმა არ მოიღო, არ გვაკრიტიკო, არაფერი არ თქვა ჩვენზეო, აბა რა ნაცები გინდაო აი ამ ლოზუნგით. და ისეთ მოცემულობას ქმნიან მართლაც რომ კაც ხმის ამოღება არ გინდა ხანდახან, ისე დაგწამებენ ცილს და ისე ბრაზობენ შენზე თითქოს ნაცმოძრაობა კი არა შენ იყო მთავარი მტერი ამ ქვეყნის. და შენ ჩაგებარებინოს თითქოს კოდორი, ახალგორი, საყდრისი შენაგეფეთქებინოს, გარეჯი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოგეყენებინოს, ორივე ერთ საქმეს აკეთებენ ესენი. ჩაბარება, გაყიდვა, გამდიდრება თვითონ ხალხის გაღარიბება. მორიგი ზარია, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. თქვენ ეთერში ხართ ობიექტივი, გისმენთ. კარგით, არ არის კავშირი როგორც ჩანს და გადავინაცვლოთ შემდეგ მაყურებელზე თუ რადიო მსმენელზე. გამარჯობა, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, გისმენთ. ალო, მოგესალმები, ილია, შემოგიყვანეთ. მოგესალმებით, ქალბატონო. ჩემი გულისკივილი მინდა პირდაპირ გაგიზიაროთ, ესე იგი, ახალგაზრდებთან დაკავშირებით. მე ახალგაზრდა შვილის დედა ვარ და ახალგაზრდებს უყურება და ჩემს ირგვლივაც აი იმისი თანატორები. აი რითი თქმა მინდა, როგორ დავანახოთ ჩვენი თავი, ჩვენი ფლანგი, რატომ გეუბნებით ამას? ესე იგი, რომ აი რომ ითქვია რომ აი იქ და უნდა ვიდგეთ კი ბატონო შვილიკო, მაგრამ აი მე ვინ ვეუბნებით აი ვანომერი, აი პატრიოტები, ოხ კარგი დედა რაღა დროს იმაინაშვილი და თანხმურავენ და იმაზე გული ტკივა. აი თქვენ ხმაგო ჩემი ახლობლების განანო, ჩემი ნათესავები, თანატოლებიო და აცეთ პარტია თანამშრომლები არა, უფრო ნაცნობები და ნათესავები. ნახოთ, აი ეს ჩვენი ფლანგი და ჩვენი პარტია და რატომ გონიათ რომ ეს ახალგაზრდები და ყველაფერი იციან და შეძლებენ და ეს გამოცდილი ხალხი არ სჭირდებათ და ამ შემთხვევაში აი სწორედ გამიგეთ აი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე აი მშობლებსა და შვილებს შორის აი უფროსმა თაობამ როგორ შევძლოთ აი ეს გაერთიანება აი საინტერესო რამ თქვით თქვენ დიახ აი ეს მანევრული მე ძალიან მაწუხებს ეს რასაც ვერ ვაპატიებ ამოცნება ჩემი პირადული შეიძლება ვაპატიო მაგრამ ეს წლები აი მორალურ ზიანს ვინაგვინას გაურეთ ერთ ქვეყანასაც დამართეს აი ამ ახალგაზრდობას რაც დამართეს და ჩვენ აი პრობლემა რომ შევიქმნის ახლა სიყვარული პატივისცემით როგორღაც მე ჩემში შეიძლება რაღაცა იქ მაგრამ აი ამას როგორ მოახერხოთ რომ აი ჩვენ გვერდით როგორ დავაყენოთ მადლობა შემოგე დიდი მადლობა თქვენ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩემი აზრით და ვიზიარება ამ პათოს თავად გამოდიან ტელევიზიებით ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის დეპუტატები ქართული ოცნების და ამბობენ, რომ ჩვენ შვილებთან, ჩვენი ოჯახის წევრებთან გვაქვს მუდმივი კამათი, მუდმივი უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ახალგაზრდები ამბობენ, რომ რაღა დროს ქართული ოცნება და რაღა დროს ბიძინაა და ჩვენ გვინდა
სხვა გზით სიარული ამ ქვეყნის და არ მოგწონს ის საითაც ატარებს ქართული ოცნებაო. ჩვენ ვეკამათებით მათ, მაგრამ გვიჭირს რაიმე გავაგებინოთ. ასე ამბობენ ქართული ოცნების ლიდერები თავიანთ შვილებზე და საზოგადოებაშიც გაიხლიჩა ქვეყანა ოჯახებში ერთმანეთს ვერ უგებენ სოციალური ქსელებიდან ერთმანეთს საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ ოჯახის წევრები იქნება ნაცნობები ამხანაგები თუ მეგობრები ძიმე ვითარებაა ძალიან და ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა იმ მრავალწლიანმა უსამართლობამ რაც ამ ქვეყანაში იყო თავის დროზე რომ ის დამნაშავედ აგესაჯა პატრიოტთა ალიანსმა მილიონი ხელმოწერით რომ რეზოლუცია შემოიტანა ორჯერ საქართველოს პარლამენტში არ მიიღე თავის დროზე რომ განათლების სისტემა პატრიოტული და ეროვნული გაგეხადა იქნებ არ ყოფილიყო ასეთი ვითარება და უფრო გამგები ყოფილიყო ახალგაზრდა თაობა უფროსი თაობის მიმართ იქნებ ამ LGBT პროპაგანდას რომ აძლიერებდი ამის ნაცვლად ხატები შეგეტანა ეთერში რომ გაგქონდა და უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო არა დასავლეთის მონურმორჩილებაში არ ყოფილიყავი იქნებ მთელი 12 წელი და დღესაც იგივეს აგრძელებს სიტყვით სხვას ამბობ ოღონდ მორიგი ზარია გისმენთ ბატონო ჩემო მაშინ მე მოგესალმებით იქში და მოგახსენებს შემდეგს რომ ეს დემაგოგია ამდენი არ არის საჭირო თქვენგან და უნდა მოგახსენოთ რომ თქვენ ამბობთ რომ გაგიყალბეს არჩევნები ხომ ამას ამბობთ დიახ ჩვენს მიმართ იყო ყველაზე დიდი უსამართლობა მე გიპასუხებთ იმას რომ თქვენ გაგიყალბეს არჩევნები არამედ რომ არ შეხვედით თავის დროზე პარლამენტში იმიტომ მიიღეთ ეს ყუილია სრული ყუილია ეს სრული სიცრუეა კი სრული სიცრუეა თქვენ ბრძანდებით აგიტატორი ქართული ოცნების ვისაც ეს ტექსტი ფურცელზე დაუწერეს გწნობთ ხმაზე ნურას უკაცრავად ბატონო კი გწნობთ ხმაზე თქვენ აგიტატორი ხართ ქართული ოცნების მე თქვენსკენ კიდევ რამდენიმე მესიჯ ჩამოვთვლი რასაც ახლა თქვენ გაიმეორებთ ვიცი რა სიტყვით წინასწარ უკაცრავად ბატონო ვაცალეთ საუბარი შეიძლება ბრძანეთ მე გეუბნებით იმას რომ თქვენ არჩევნებში თავის დროზე რო არ შეხვედით ამან გაგიყალბათ თქვენ არჩევნები და არა იმან რომ სახელმწიფო რა ქვია მართლობამ ამიტომ უნდა შესულიყავით არჩევნებში და მეორეს თქვენ როცა კეთილი ანუ თქვენ ფიქრობთ რომ გვარამიას რეიტინგი გაიზარდა და პატრიოტთა ალიანსი შემცირდა ამ დიდი გაერთიანების ფარგლებშიც კი მამუკა ხაზარაძის რეიტინგი გაორმაგდა და პატრიოტთა ალიანსმა იმდენად დიდი დანაშაული ჩაიდინა თურმე რომ შემცირდა ხო პარლამენტში არ შესვლით თუ შეიძლება მათქვევინე კი ბატონო გვარამიას რო ხონდა რეიტინგი ხონდა იმ პროპაგანდისა და აგიტაციის გამო რაც მან გააკეთა და თქვენ ვერ გააკეთეთ ეს აგიტაცია აჰა ესე იგი თქვენ გვარამია უფრო გიყვართ ვიდრე პატრიოტთა ალიანსი აი როგორ გძულთ ეს ქართული ოცნების აგიტატორებს დაფინანსებულს როგორ გძულთ მართალი სიტყვა ნურას უკაცრავად ბატონო მე კი არ მიყვარს აგიტაცია და პროპაგანდა ბევრ რამეს აკეთებს და თქვენ აგიტაციას კი არ აკეთებთ თქვენი პარტიისას არამედ ანტიაგიტაციას აჰა გასაგებ ქართული ოცნების პროპაგანდას თუ არ ვიმეორებთ ანტიაგიტაციაა ეს ხომ ისევ გეუბნებით რომ თქვენი რიტორიკით რაც თქვენ აკეთებთ ხომ ამ რიტორიკით მომავალ არჩევნებზე კიდევ გაანახევრებთ თქვენ პროცენტებს კეთილი ესე იგი იზრდება ქართული ოცნების რეიტინგი იზრდება გვარამიას რეიტინგი მელიას გირჩის რეიტინგი იზრდება ლელოს რეიტინგი და სამაგიეროდ მცირდება პატრიოტთა ალიანსის რეიტინგი მით უმეტეს რომ შედგა უდიდესი გაერთიანება 50-მდე პარტია და ორგანიზაცია თავმოყრილი და ნუ აი თქვენ ეს გჯერათ თქვენ უფრო მეტად გძულთ პატრიოტთა ალიანსი ვიდრე ის ნაცმოძრაობა ყველაფერს გაამართლებთ თქვენ და ეს არასწორია უბრალოდ და თუ გგონიათ რომ ოპოზიციური არხი ხელისუფლების პროპაგანდაში უნდა იყოს და ხელისუფლებას აქებდეს და ადიდებდეს უნდა მთელი ცხოვრება მაშინ ძალიან ცდებით უბრალოდ ოპოზიცია იმისთვის არსებობს რომ კრიტიკა გააჟღეროს რასაც თქვენ დემაგოგიას უწოდებთ ჩემო ბატონო და ასე არ არის აბა გადართეთ ქართული ოცნების არხებზე ერთი სიტყვა თუ ისმის პატრიოტთა ალიანსის რომელიმე მხარდამჭერის ზარები თუ შედის ეთერში ნახეთ
აბა ნახეთ რომელიმე ლიდერი თუ გამოდის პატრიოტთა ალიანსის, ობიექტივის წევრები თუ გამოდიან ოდესმეან, ერთ სიტყვას მაინც ამბობენ თუ ეთმობათ რაიმე მათ. არა, ასე არ ხდება. თქვენ მოგისმინეთ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ არ გეთანხმებით. კი, ვიცით რომ აგიტატორი ბრძანდებით, ხელფასს იღებთ ამაში, მაგრამ ჩვენი მოქალაქე ხომ ხართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და დიდი პატივისცემით გისმენდით. მორიგი ზარია, დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა დაგე. გამარჯობა. მოგესალმებით უგუნესი პატივისცემით. აგრეთვე მიიღეთ ჩემგან პატივისცემი. მე თქვენი ამომრჩეველი ვარ სულო. მაგრამ ვიცოდი რომ თქვენ არ გაგიშვებდნენ. გესმით ჩემი? გვესმის ქალბატონო, ხმა ისმის. ვიცოდი რომ არ გაგიშვებდნენ. იმიტომ რომ უფულო პარტია ხართ. ერთადერთი ნამდვილი ძალა და ნამდვილი პატრიოტული ძალა თქვენ კონსერვატორებთან ერთად თქვენ ახართ. ეხლა ახალ არჩევნებს რო ითხოვენ ეს ხალხი რო დგა იქ, მაინტერესებს რისი მედით შვილო, რისი მედით ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები? აი ეს არჩევნები უნდა გადაიაროს ჩემი აზრით ამან ყველაფერმა და მადამდელი არჩევნების მოთხოვნა შეიძლება მაშინაც, როცა ცოტათი მაინც განაგდება ქვეყანა. თუ ეხლა ესე აღირავეს სულო, ისევ იგივე მოვა და იქნება ეს პინგ-პონგი, ხან ერთი ხან მეორე ძალა, პატრიოტულ ძალებს ვისმართ მართლა გულით გქნიოთ, არავინ არ მიგიჩვენთ. რატო უჭერთ მხარს დღეს ახალ არჩევნებს? მაინტერესებს. იმიტომ რომ ჩვენს მიმართ ხომ ფაქტია უსამართლობა მოხდა და ჩვენს თავზე ვსაუბრობთ და არა ვთქვათ სხვა პარტიებზე, ჩვენს მიმართ უსამართლობაზე ვამბობთ. დიახ, გეთახმებით, თუ იმის ხალხს ეს მხოლოდ თქვენია, თქვენი პარტია შვილო. თქვენთან ერთად მოვიაზრებთ თავს, რა თქმა უნდა, ეს გუნდი. აი, პატრიოტული ძალებს გულისხმობ, ამას კი, გავიგეთ. თქვენი სათქმელი, უღრმესი მადლობა ქალბატონო, რომ დაგვიკავშირდით ეთერში, მაინც იმ ბატონს მინდა მიუბრუნდე, რომ თქვენო პროპაგანდა არ გივარდათო და გვარამიას უარგოდაო პროპაგანდა. მთელი წლების განმავლობაში ორი ტელევიზია, ობიექტივი და ალტინფო ამ იდეებს, რომელიც რეალურად ეროვნული და პატრიოტულია, ამ ეთერებიდან ამჟღავნებდა და ამ ეთერებიდან საუბრობდა. და ეს მაუწყებლობა, მაგალითად, ობიექტივის ვრცელდება მთელ საქართველოზე. რადიოსი ხშირით დედაქალაქზე და თანამგზავრით აგრეთვე უცხოეთს ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი არხია. ყველა საკაბელოზე მაუწყებლობს ობიექტივი, სახლის ანტენით იჭერს აბსოლუტურად. ვისაც მოსმენა უნდა და ვისაც გაგება უნდა, ყველაფერს ხედავს და ისმის და ასეც იყო ეს და ყველა ხედავდა. გარდა ამისა, დღეს ძალზედ პოპულარულია ინტერნეტი. აი სოციალურ ქსელებში რომ შეხვიდოდი, ადამიანი არჩევნების წინ გამოდიოდა უამრავი სხვა მხარდამჭერები გამოდიოდნენ აი ამ დიდი გაერთიანებისა. უამრავი იყო ასეთი. და ყველაფრის მიუხედავად პატრიოტთა ერთობა თავადაც აღწერდა თავიანთ მხარდამჭერთა რაოდენობას. დათვლილი ჰქონდათ მიახლოებით იმ მხარდამჭერების რაოდენობა. ბევრმა ადამიანმა ფურცელი დაიკავა ხელში, რომელსაც რვიანი ეჭირა და თქვა, რომ მე ჩემი სახით, ჩემი ხმით ვადასტურებ, რომ პატრიოტთა ერთობას მივეცი ხმა და ნახეთ საოცრება, ბარიერი ვერ გადალახა ასეთმა პარტიამ, ამას მიმტკიცებდა ის ბატონი, სამაგიეროდ გვარამია კარგიაო, კარგი პროპაგანდა აქვსო. და ხაზარაძე კარგიაო. რა პროპაგანდაც არ უნდა გასწიოს ხაზარაძემ, ის ფაქტი საწავა, რომ ნახევარი საქართველო გამოგდებული ყავს საცხოვრებელი სახლიდან და სხვების გაღარიბების ხარჯზე რომ მილიონერები არიან. მორიგი ზარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა? ისმის თქვენი ხმა, დიახ. პირდაპირ ეთერში ვარ, ხო? ეთერში ხართ ბატონო, დიახ. მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენი ზუსტი ანალიზი. მადლობა თქვენ. მე ახლა ესეთი ჩვენაირები რო არ არსებობენ, მაშინ საერთოდ არ მუშაობასაც არის ეკნებოდა. ახლა რა მინდა გითხრა? თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ეს ერთიანდება ერთადში. რო არის საერთო უნდობლობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ. ასეთ პირობებში კანონზომიერება ხდება, ოთხოვნილება დობის პლატფორმაზე. თუ არ იქნება დობის პლატფორმა,
ინსტიტუტი, რომელსაც ექნება სამოქმედო ზუსტი გეგმა, თუ არ დაორგანიზდა ხალხი, თუ არ გახდა ისინი მიზანდასახული, მაშინ ძნელია მოცემული რეალობის შეცვლა. გეთანხმებით. დიახ, ახლა ნახეთ რა შეა საქმე. მარტო ამაში არ არის საქმე. საქმე არის კონკრეტულად არის დათანახი მოცემული რეალობა. ჩვენ ვიმყოფებით იმნაირ სამყაროში, სადაც უმცირესობა მოგინებს უმრავლესობაზე და ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის საყოველთაო და საყოველთაობო მშვიდობის დაწყება. დიახ. რომ ჩვენ საქართველოს დასანქცირება და იზოლირება შეუძლებელი გახდეს. მშვიდობაზე მოთხოვნა პირდე დგას. ამიტომ საჭიროა ორი მიმართულებით წინსვლა. გონიერების და გონათელების ერთობა აუცილებელია. გონიერების შეერთება შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს სასურველი ინტერაქტიული მოდელის, ანუ კომპიუტერული თამაშის მეშვეობით, საერთაშორისო თამაშის მეშვეობით. როგორი უნდა გახდეს საქართველოს სახელმწიფოს სასურველი მოდელი. დიახ. ამ შემთხვევაში თუ სიბნელეში სანთელი აინთება, იქ უიმედობა კვდება, იმედი იფეთქებს, სიცოცხლე ხალისი დაიხსება. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც იზოლვილი სამყაროში შეძლებს სიყვარულის სივრცის შექმნა. მაგრამ ეს გონიერებს არ დაუთ. ეს არის გონნათელთა გასაკეთებელი. დიდი მადლობა თქვენ. დრო ამოგვეწურა ჩემო ბატონო, მაპატიით უნდა დაგემშვიდობოთ. დღევანდელი ინტერაქტივი ამით დასრულებულია. ძალიან საინტერესოდ წარიმართა დღევანდელ გადაცემაში ჩვენი საუბარი. უამრავი ზარი მივიღეთ, სადაც მნიშვნელოვანი განცხადებები იყო გაკეთებული და ეს ფორმატი ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესოა ხოლმე. ილია ჩაჩიბაია გემშვიდობებით და ეთერს ვუტოვებთ თენგიზ პაჭკორიას, რომელიც გაუძღვება სპორტულ მიმოხილვას დაახლოებით 10 წუთში.